აქციაზე მყოფ მშვიდობიან მომიტინგეებს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ საავტომობილო გზა გადაეკეტათ, თუმცა იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა რუსთაველზე, 73 დღესაც საქართველოს მოქალაქეებმა კვლავ მოახერხეს რუსთაველზე საპროტესტო აქციის გამართვა და გზის გადაკეტვა. რამდენჯერმე იყო დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჯერზე რეპრესიების ტალღა შინაგან საქმეთა სამინისტროს უვარდება, რადგან აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ მათ ამ რეპრესიების არ ეშინიათ და ამბობენ, რომ რამდენიმე ფართომასშტაბიანი აქცია უკვე აქვთ მათ დაანონსებული და დაგეგმილი, მაგალითად 15 თებერვალს ძალიან დიდი აქცია იქნება რუსული რეპრესიების წინააღმდეგ ევროპის მოედანზე და მსვლელობა იქნება რუსთაველის გამზირისკენ. ასევე დაანონსებულია, რომ 18 თებერვალს, როდესაც რეჟიმი განსაკუთრებით მოემზადება ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღისთვის, ამ დროსაც იქნება ფართომასშტაბიანი აქცია. აქტივისტები, ის ადამიანები, ვინც უწყვეტად თითქმის 2 თვეა ქუჩაში დგანან, ამბობენ, რომ ეს რეპრესიების ახალი ტალღა უკავშირდება იმას, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს პროტესტი, ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც ამ თვეების განმავლობაში არის ქუჩაში, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღემდე ჩაახშონ, თუმცა ამბობენ, რომ 18-ში საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებული მობილიზება იქნება ქუჩაში და ყველა ერთხელ კიდევ იტყვის მათ მთავარ სათქმელს, ეს არის ხელახალი არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლება. პროტესტის ეპიცენტრში 15 თებერვალს იქნებიან ის დამკვირვებლებიც, ვინც 26 ოქტომბერს საკუთარი თვალით ნახეს ტოტალური გაყალბების სერია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. სწორედ ამიტომ 15 თებერვალი იქნება კიდევ ერთი დღე, რომელიც კალენდარში მოინიშნება და როდესაც საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ფართომასშტაბიან გაერთიანებას აჩვენებენ. ჩვენ არ გვეშინია გამკაცრებული კანონების და ჩვენ ვიცით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. 15 თებერვალს ტარდება ფართომასშტაბიანი ესეთი მარში, საპროტესტო მარში რუსულ დიქტატურას, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ იმასაც ხდება დღეს საქართველოში. ეს არის ფაქტია, რომ რუსული რეჟიმის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში, ხოლო 18 თებერვალს ბევრმა იცის ალბათ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე ქართულ ოცნებას, ისე ჩვენს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვნებდებით რუსთაველის გადაკეთება მას ძალიან აფუძნებს. ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ ერთი დღე მაინც მოახერხონ, რომ ამ გადაკეთებას მოხდეს. მე დარწმუნებული ვარ, ეგ უშინდელი ესეთი ცდილების მერე ეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება რუსთაველის საპროტესტო აქციაზე. ყველა აქვს ილუზია, რომ ეს ჟარიმები და სხვა მსგავსი ნაბიჯებით რამე ფორმით მაინც შეეცვლებენ ამ პროტესტს. ამიტომ უბრალოდ ამ მიზნითაც კეთდება ეს შაბათის აქცია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი ადამიანი შევიდროთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მიზნის მიღწევამდე ეს პროცესი არ შეჩერდება. რეჟიმი ყველა ჯერზე ცდილობს, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა რუსთაველის გამზირის გადაკეტვის და საკუთარი პროტესტის გამოხატვის. აქტივისტები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას ახლა მათი პროტესტის ძალიან ეშინია, სწორედ ამიტომ ყველაფერს იყენებს იმისთვის, რომ ეს პროტესტის ხმა ჩაახშოს, თუმცა საპირისპირო შედეგს ხედავს ყველა ჯერზე განსაკუთრებული მობილიზება. აქტივისტებმა და იმ ადამიანებმა, ვინც უწყვეტად დგას თითქმის 2 თვეა ქუჩაში, უკვე დაიწყეს და რამდენიმე აქცია ერთი მეორის მიყოლებით იქნება 15 თებერვალს შეკრება და ასევე 18 თებერვალს. მადლობა მარიამეს, მარიამ მაკასარაშვილი იყო.